მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა ჯორჯია ფორსტი გთავაზობთ გადაცემას მილენიალს. მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღესდღეობით სოფლიოში აქტუალურია ახლო აღმოსავლეთის საკითხი. განსაკუთრებით ირან-ამერიკის ურთიერთობები, იმიტომ რომ რამოდენიმე ხნის წინ მოიწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ყოველ შემთხვევაში იყო საუბარი ამაზე და რამოდენიმე დღეა უკვე პრინციპში დაერღვა ეს და განახლდა ამერიკის მხრიდან დაბომბები და ირანის პასუხობს, ირანის პასუხობს დრონების მეშვეობით და ასე შემდეგ. და ჩვენ ხედავთ რომ თითქოს ერთი მხრივ ტრამპი სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ სულ სხვა რიტორიკაზე იყო და სულ სხვა რაღაცას ამბობდა და დღეს აბსოლუტურად სხვანაირად საუბრობს და საუბარია იმაზე რომ შესაძლებელია რაღაცა სახმელეთო ოპერაციაც. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ ჩვენ მოვიწვიეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შოთა თხელიძე. მადლობა რომ მოხვედი. მოკლედ, გეოპოლიტიკურად რთული პერიოდი არის აშკარად განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისთვის. არა მარტო ირან შეერთებული შტატების კონფლიქტი, არამედ იქ არის ჰუსიტების საკითხი, იქ არის ისრაელის საკითხი, რომელიც პრინციპში მოდი ესე ვთქვათ, ოკუპაციას ახდენს თავის მეზობელ ქვეყნის ტერიტორიის და საკმაოდ უხეშად იყენებს ფოსფორის იმაზე იყო საუბარი ხო ბომბებზე და რომელიც წამლავს იქაურობას მთლიანად და საცხოვრებლად უარგის ხდის ხოლმე. აი ამის ფონზე მოდი ჯერ დავიწყოთ იმაზე, რატომ განახლდა შენი აზრით? რატომ განახლდა? ხო იყო თითქოს ესეთი იმედები ქონდას რამოდენიმე დღის წინ რომ რაღაცა ომი წესით უნდა მორჩენილიყო. რატომ განახლდა? იცი რა არის, ეს არის მხოლოდ რაღაც მოკლე ეპიზოდი ამ დაპირისპირების კონტექსტი მაინც რომ ავხსნათ მსმენელისთვის და რა პროცესში ვარ და რატომ განახდა, საჭიროა ცოტა წავიდეთ უკან, დაახლოებით 3 წლით უკან. ეს არის 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენა. ეს მოვლენა, ეს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე გახდა, როგორ გითხრათ, პანდორას ყუთის გახსნა. და გამოიწვია რა? ამ მომენტიდან რეალურად ჩვენ მომსწრევართ სისტემური კონფლიქტის ახლო აღმოსავლეთში და რა იგულისხმება ამ სისტემურობაში. 2023 წლის 7 ოქტომბრიდან გადაწყდა, რომ ვინ უნდა იყოს ახლო აღმოსავლეთში სუვერენი. უნდა იყოს ისრაელი, უნდა იყოს შეერთებული შტატები მასთან ერთად თუ ირანი. უბრალოდ ის პროცესი გაგრძელდა და მოვიდა აქამდე, ხო? გზადაგზა გვახსოვს, ხო? ჯერ იყო ჰეზბოლაზე თავდასხმა, ჰამასთან ღაზაში კონფლიქტი, შემდგომ იყო ჰეზბოლაზე თავდასხმა, მათ სამხედრო ლიდერებზე გახსოვთ 2024 წლის აგვისტო იყო მთელი რიგი კვლელობები ბეირუთში, ხო? შემდგომ მოკლეს ეს ლიდერი ჰასან ნასრალა, ეს იყო სექტემბრის ბოლოს 2024-ის, შემდგომ იყო იმავე წლის ნოემბერში, რომ სირიაში ასადი და ხელისუფლება დაასრულეს და ეს ყველანაირი წინაპირობა იქნებოდა რომ აი ამ სისტემური კონფლიქტის ბოლო, საბოლოო ასე ვთქვათ, როგორ ეს თამაშებში რო გადიხარ ბოლო ეტაპი იყო ასე ვთქვათ ირანი. პირველი მცდელობა იყო შარშან 12 დღიანი კონფლიქტი ივნისში და გამომდინარე იქიდან რომ იქ ცალკე ისრაელმა ვერ მოახერხა ამ მიზნის მიღწევა, ალბათ არსებობდა წარმოდგენა რომ მართლა მყიფე იყო ხელისუფლება თეირანში და ეს პოლიტიკური სისტემა მართლა ასე ვთქვათ მოძულებული ყავდა მოსახლეობის უმრავლესობას და ამაზე იყო ალბათ გაცვლა. შემდგომ იყო აი ეს გასული წლის დეკემბრის-იანვრის მოვლენები, შიდა არეულობები, ესეც იყო როგორ გითხრათ, შიდა პოლიტიკური გამოფიტვის ინსტრუმენტი, რომ შემდგომ დაერტყა გარე ფაქტორს და კომბინაციაში ყოფილიყო აი ეს შიდა და გარე დარტყმები ირანზე და ჩვენ ახლა ვიმყოფებით აი ამ ბოლო ეტაპზე, სადაც უკვე არა მხოლოდ ისრაელია ჩართული, არამედ უკვე შეერთებული შტატებიც, ხო? ანუ ეხლა ვართ როგორ მომენტში, რომ ეს კონფლიქტი, მშვიდობა ვერ დამყარდება ახლო აღმოსავლეთში, სანამ ერთი მხარე არ გაიმარჯვეს. პანდორას ყუთი გახსნილია, ეხლა ამის დახურვა აღარ გამოდის. აი, სწორედ მაგ ჰამასის პირეთის დაიწყო, ჰამასის ტერორისტული აქტი პრინციპში. მძევლების აყვანით და ტერორისტული აქტი ქვია ამას. ეგვიპტის მხარე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას ჰქონდა და გადასცა ისრაელს. კი, მახსოვს ესეც. ეს ინფორმაცია არ იყო რაღაც დამალული და მით უმეტეს ჩვენ თუ ავიღებთ იმას, რომ ისრაელს ერთ-ერთი საუკეთესო დაზვერვა ჰყავს მოსადის სახით,
ხო არ მიგაჩნია რომ ეს რაღაცა პროვოცირება იყო იმისთვის რომ ისრაელის მხრიდან რომ რაღაცა ეს დაწყებულიყო და მეორე შეკითხვა იქვე მინდა არის ბევრი მოსაზრება ბევრი ესე იგი ექსპერტს უსმენ ხოლმე და საუბარია იქ რომ ამ ომის თავი არცი არის დიდი ისრაელის შექმნა. რამდენად ხედავ შენ ამ მიზანს დიდი ისრაელის შექმნა, რას გულისხმობს იმას, რომ პრინციპში მისი მეზობელის ქვეყნების დაპყრობა, პრინციპში და არის თუ არა ეს ნამდვილად ამ ომის მიზანი? ხო, აი პირველი არის საკმაოდ ესეთი სადაო საკითხი, რომელზედაც ეს რაღაცა, როგორ გითხრათ, არგუმენტირებული ანალიზი შეიძლება აწარმოო, მაგრამ ზუსტი პასუხი მაინც ჩვენ არ გვეცოდინება. არის ეს მოსაზრება, რომ ეს იყო რაღაც ხელოვნურად ნიველირებული საკითხი, ეს ჰამასის მომზადების საკითხი, ანუ ხელოვნურად ნიველირებული იმ გაგებით, რომ მართლა ასე ვთქვათ გამოეწვიეს თავდასხმა და შემდგომ ის სამხედრო პოლიტიკური პროცესი დაწყებულიყო, რაც ისრაელმა დაიწყო. თუმცა სხვა შორის აი ნამდვილად დღის წინ უსმენდი ძალიან კარგი და ცნობილი ესეთი ბრიტანელ-პალესტინელი პოლიტიკური აქტივისტია და ჟურნალისტი ალია ბუნიმა, რომელიც ამბობს, რომ კი, ეს ინფორმაცია ქონდა ისრაელს, თუმცა ისრაელის როგორც დაზვერვაში, ასე სამხედრო გენშტაბში არ წარმოედგინათ და არ მოელოდნენ იმ მასშტაბებს და იმ მეთოდოლოგიას ამ თავდასხმის, რაც განხორციელდა. ანუ რაღაცა ესეთი შუალედური, ასე ვთქვათ, სცენარი შემოგთავაზა მაშინ ალია ბუნიმამ. ანუ არ ვიცი, ამაზე პასუხს ვერ გავცემთ. მეორე შეკითხვა, იცით როგორ არის, ის რაღაცა რუკები, რაც ვრცელდება ხა დიდი ისრაელის, ცოტა ოდიოზურია ჩემთვის. ახლა ეს რაღაცა ბიბლიური ეფრატიდან ნილოსამდე ტერიტორია. ოდიოზური იმ გაგებით, რომ უბრალოდ ეს ტერიტორია ჰიპოთეტურად რომ დაუშვათ, ისრაელმა დაიკავა, ამის მოსახლეობის რესურსი არ გააჩნია. ანუ ამდენი ებრაელი არ არის, რომელიც ამ ტერიტორიაზე შეიძლება განსახლდეს. და ჩემი ასე ვთქვათ, შეიძლება ესე ვთქვათ, ისეთი ეთნიკური უმცირესობები, აი დრუზები, კიდე სხვა ესეთი ხალხი, რომლებიც შეიძლება ჩართონ ამ იმაში პროექტში. რომლებიც ახლა პრინციპში როგორც შიიტების მხრიდან, ისე სუნიტების მხრიდან არიან დადგონილი. მაგალითად, ასირიელები, მაგალითად, სხვა ესეთი ჯგუფები რა და რაღაცა ცოტა ისეთ ნიშნულოვან სურათს მაინც ვერ ქმნია რაოდენობრივად. ჯამში სულ არიან ყველაზე ბევრი 2 მილიონი დრუზები, სირია, ლიბანი, ისრაელშიც. ანუ დამცირე ცხოვრობს იორდანიაში. ჩემი აზრით, დიდი ისრაელის პროექტში მოიაზრება და შეიძლება განხორციელდეს, ასე ვთქვათ, ლევანტის რეგიონი, რაც არის, ანუ ლიბანის სამხრეთი, სირიის სამხრეთი, შეიძლება არ ვიცი სინას ნახევარკუნძულის რაღაც ტერიტორია, თუმცა ეხა მის აღმოსავლეთით მთელი ეს არაბული უდაბნო, ჯერ-ერთი არ ვიცი ხო, მისი გაკონტროლებაც რთული იქნება, ანუ არაფერი არ ვთქვი, შემაკავებელი ბუნებრივი გეოგრაფიული ზღუდები იქ არ არსებობს და ჩემი აზრით აი უფრო ზოგადად შევხედოთ, ეს მაინც უფრო არის პოლიტიკური პროექტი, ვიდრე გეოგრაფიული, დიდი ისრაელი და რა იგულისხმება, რითაც დავიწყე, რომ ახლო აღმოსავლეთში სუვერენი უნდა იყოს ისრაელი. თუ გადავხედავთ ახლა სპარსეთის ყურის მონარქიებს, იორდანიას, ეგვიპტეს, უკვე სირიასაც, ეს ქვეყნები რეალურად არიან, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ტოტალურად დაქვემდებარებული ისრაელის და შეერთებული შტატების ნებას. მათ გარეშე, მათ ასე ვთქვათ, პოლიტიკური ქმედების განხორციელება არ შეუძლიათ. ერთი ძალიან მარტივი, რამდენიმე ასე ვთქვათ, ამხსნელი აქვს ამას. ამ ქვეყნებს არ გააჩნიათ საკუთარი უსაფრთხოების სისტემები, საკუთარი რაღაცა სამხედრო შენაერთები, ეს ერთი და მეორე, მთელი ის ფულადი რესურსი, რაც ამ მონარქიებს გააჩნიათ, ეს რესურსი ინახება ბრიტანულ Wall Street-ის, ასე ვთქვათ, ბაზრებზე, ბირჟებზე. ანუ მთლიანად კონტროლი ამ ფულზე აქვთ შეერთებული შტატებს და ბრიტანელებს. ანუ რომც მოუნდეს, რომც უნდოდეს საუდის არაბეთის მონარქს, რომ რაღაცა საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს, ვერ მოახერხებს, ეს ნიშნავს მთლიანად მონარქიის ჩამოშლას და სახელმწიფოს ჩამოშლას. და რეალურად, ასე ვთქვათ, ისრაელს სურს, რომ აი კონტროლ და ბოლო წერტილი არის ირანი. თუ ირანის სუვერენის ბჭყალებში გახდება ისრაელი, აი ეს დიდი დავარქვათ ამას დიდი ისრაელის პროექტი შედგება. შემთხვევითი არ არის, რომ აი ისრაელის აი საგარეო პოლიტიკაში უკვე შემოდის თურქეთიც. თურქეთი არის აი ამ ისრაელის უხეშად თუ რო ვთქვათ, აი ამ გავლენის კონტროლს მიღმა, აი მეტნაკლებად დამოუკიდებელი მოთამაშე კი ის რაღაც ინტეგრირებული შეიძლება არის დასავლურ აი კოლექტიურ უსაფრთხოების ორგანიზაციებში, მაგრამ ის მაინც ანუ
არ არის ისრაელის გავლენის ქვეშ. ამიტომაც არის, რომ აი რაღაცა ისეთი წარმოდგენა უკვე ისრაელში, რომ აი ირანი უკვე ჩავლილი თემაა, რომ რაღაც ადრე თუ გვიან ეს რაღაცა სისტემა ჩამოიშლება და ჩვენ მასზე კონტროლს დავამყარებ და უკვე საუბრობენ რაღაცა შემდეგ რეგიონულ მოპაექრეზე, რომელიც შეიძლება იყოს თურქეთი. ანუ რო შევაჯამო ხა, ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური პროექტი. რომ რეგიონში წყვეტდეს ისრაელი ყველაფერს. იქნება ეს ნავთობის საკითხი, იქნება ეს რაღაცა სხვა სავაჭრო ტრანზიტები, უსაფრთხოების იარაღის მიწოდება, ასე ნებისმიერ ასეთ თემას წყვეტდეს ისრაელი. ხო, მაგრამ აი შენ ახსენე საუდის არაბეთი. და პრინციპში ეგ არაბული მონარქიები, ხო? ესე არ არის, რომ ცალსახად ესეთი მოდი ესე ვთქვათ, უნაროები არიან. ჩვენ ხედავთ, რომ თვითონ დასავლეთში მათ განწყობები სერიოზულად შეცვალეს და ანტიიზრაელური განწყობები საკმაოდ ძლავრი არის, ხო? ჩვენ ხედავთ იმას, რომ პირველად, მე მგონი, უახლეს ისტორიაში დასავლეთში ეს ანტიიზრაელური განწყობები ჭარბობს, განსაკუთრებით ყველაზე მის მოკავშირე ქვეყანაში შეერთებულ შტატებში, ვიდრე ანტიისლამური. ზოგადად შეერთებულ შტატებში ხშირად იყო ანტიისლამური განწყობები, მით უმეტეს ეს ანუ რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველში გათანაბრდა. ანუ დემოკრატიული პარტიის უკვე საკმაოდ მეტია პროპალესტინური განწყობის, ვიდრე პროისრაელური. და პლუს ამას ახლა თვითონ ტექნოლოგიური პროგრესიც ჩანს, ახლა ადამიანები კოსმოსზე ფიქრობენ და სულ ახალ თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფიქრობენ, ხო? ეს ახალი პრინციპი რომ არის, უბრალოდ ახალ ესე იგი გამოჩენილი ეს. ხო, საკმაოდ საინტერესო ფიგურაა ამ მიმართულებით. ესენი არ არიან მე მგონი ის არაბები, რომლებიც იყვნენ, რავი, 20-30 წლის წინ, რომლებიც პრინციპში უნაროები იყვნენ და ეხლა უფრო რაღაცა გეგმა არის ყოველ შემთხვევაში. ნუ ისლამსაც აქვს თავისი პოლიტიკური გეგმა, ესე ვთქვათ, პროექტი. და არა მარტო ესე იგი შიიტურ ელემენტს, ხო, ირანს გულისხმობ. ხო, ანუ მე მაინც ეს ვერ ვიტყოდი, პირველი ის რომ მაგალითად აი იგივე საემიროების საკითხიც რო ავიღოთ, საემიროებმა იმას რასაც აქვს, ამას მიაღწია შეერთებული შტატები ისრაელთან ურთიერთობის კონტექსტში. და ის მოიაზრება აი ჩვენ ანუ ინგლისურად გალფი ქვია ქართულად ყურე, თვითონ არაბები ხალეჯის ეძახიან ამ რეგიონს. ამ რეგიონში არის მთავარი პროსიონისტური ძალა. რომ არა ეს მხარდაჭერა, ანუ ეს რაღაცა ბაზისი, ხო, ამერიკის უსაფრთხოების და ისრაელის ნებელობა, ჩემი აზრით ის შედეგები არ დაიდებოდა, იმიტომ რომ თუ მაგალითად იგივე ემირატები, იგივე საუდის არაბეთი იქნებოდა რადიკალურად ანტისიონისტური სახელმწიფო, როგორც იყო მაგალითად 73 წლამდე, მოდი ესე ვთქვათ, მე ეს მეფე ფაიზალი მოკლეს ამის გამო. 75-ში, ნუ გარდა იმ ნავთობ ბლოკადის გამო და ასევე მისი ანტისიონისტური განწყობების გამო, რომ ის კატეგორიულად აყენებდა აი ამ დღის წესრიგში პალესტინის საკითხს. ის შემდეგ მოიშორეს და შემდეგმა მეფეებმა, ნუ მოდი ესე ვთქვათ, ჭკუა იხმარეს და პალესტინის საკითხი არ იყო პრიორიტეტული საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაში. ამიტომ რაღაცა ისეთია ჩუმი თანხმობა არსებობდა ისრაელ-ამერიკის მხრიდან, რომ სპარსეთის ყურის ეს სივრცე განვითარებული იყო. შეიძლება ესეც ირანის შეკავებასთან არის დაკავშირებული, ხო? მაგალითად არის ესეთი ცოტა პრიმიტიული წარმოდგენა, რომ აი შენი მეზობელი თუ უკვე ცხოვრობს, იმ რაღაცა შენთან გაჩნდება პროტესტი, რომ ეც ასე მინდა, ხო? რომ ეში და ესეთი წინააღმდეგობები გაჩენილიყო ირანში, რომ იმასაც ნავთობი აქვს, იმაზე მეტი ნავთობი შენ გაქვს, მაგრამ ის უკეთ ცხოვრობს, ხო, რაღაცა ხედავ ცათამჯენებს, რაღაც ტურისტულ არეალებს და შენ ეს არ გაქვს, ხო? შეიძლება ეს პროექტი იყო. სხვა მხრივ ხა, როგორც ვახსენე, რაიმე საფრთხეს გამოწვევებს და წინააღმდეგობას ეს მონარქიები ვერ უქმნიან ისრაელს. თვითონ ეს კონფლიქტი ირანთანაც ესეც არის უბრალოდ მესიჯი, სიგნალი ისრაელის ან მონარქიების მიმართ, რომ აი თქვენი უსაფრთხოება არის ჩემზე დამოკიდებული. ნუ შეერთებული შტატები ისრაელის, ხო? მე წამოვიწყებ ომს, თქვენ დაიბომბებით, ხო? თქვენ ხართ სამიზნე, ხო? ანუ უჩემოდ მეორე ნაირადაც გავიგოთ, რომ არანაირი უსაფრთხოება არ არის, რაც უნდა აჩვენოს. საბოლოოდ მაინც ისინი არიან ტყვეები. აი ხა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს მაგას აჩვენებს სანას საერთაშორისო აეროპორტი დაიბომბა. ნუ ჯერ არ არის დადასტურებული დიდი ალბათობით საუდის არაბეთის მიერ. ხო, ანუ რაღაცა მან ახალი კონფლიქტი განაახლა ის კონფლიქტი, რომელიც ჰქონდა იემენელებთან. რომელიც მისთვის ეხა არაფრის მომცემია. პირიქით, ის არის ორმაგად
მოწყვლად პოზიციაში აგდებს მონარქიას, იმიტომ რომ გარდა ირანული საფრთხისა, ეხლა ჰუსიტებმა შეიძლება იგივე სცენარი გაიმეორონ, რაც მოხდა 2019 წელს, ხო, როდესაც ნავთობსაცავები დაბომბეს ჰუსიტებმა დრონებით და საფრთხე შეუქმნას იმ ერთადერთ ინფრასტრუქტურას საუდის არაბეთის, რომლითაც მას გააქვს საკუთარი ნავთობის, ზუსტად ეხლა არ მახსოვს, მაგათ 40%-მდე წითელი ზღვით. დამოუწდა იმ ქალაქის პორტის სახელი წითელ ზღვაზე. ანუ სპარსეთის ყურიდან მილსადენით გამოაქვთ წითელ ზღვაზე და ის თავს არიდებს როგორც ჰორმუზის სრუტეს, ასევე ბაბ-ელ-მანდებს და თუ ეხა იემენთან ეს კონფლიქტი გააქტიურდა, ეს ინფრასტრუქტურა დადგება საფრთხის ქვეშ. ანუ ლოგიკაში არ ჯდება საუდის არაბეთის გააქტიურება იემენის მიმართ. ლოგიკას. ანუ აი ეს დაბომბები ჰუსიტების სანაში. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინიც არიან გარკვეულწილად, ანუ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, წნეხის ქვეშ. ხო, აი მაგალითად გახსოვთ ალბათ ომის დასაწყისში ტრამპმა რომ რაღაც ცოტა უხეშად და უხამსად მოიხსენია პრინცი ბინ სალმანი რომ რაღაცა ერთ ადგილას მოკოცოს, რა თუ არ დამემორჩილებაო, ხო? ანუ ესეც სასახად მიანიშნებს რა ფორმატში ურთიერთობენ შეერთებული შტატები, ისრაელი და ამ შემთხვევაში ბინ სალმანი. ნუ ხო ესეც ანუ ისე რომ დაუბრუნდეთ აი 7 ოქტომბრის თემას, ესეც მაშინ იმიტომ მოხდა რომ საუდის არაბეთი რეალურად აპირებდა აი ამ ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაწყებას და ეს იყო მაშინ ჰამასის მხრიდან ეს მოდი ვთქვათ ეს მაგიდის აყირავების მცდელობა რომ ერთხელ და სამუდამოდ პალესტინის საკითხი გადაჭრილიყო ან ესე ან ისე. ანუ მაგალითად არის ერთი ცნობილი ლიბანელი პალესტინური წარმოშობის ჟურნალისტი, რომელიც იძახის რომ ეს ომი დამთავრდება ორი შედეგით. ან რეგიონი გათავისუფლდება ბჭყალებში სიონისტური პროექტისგან, ან ჩვენ გვექნება ბირთვული ზამთარი ახლო აღმოსავლეთში. ხო, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ. აი ისრაელის შენც ახსენე რომ ადამიანური რესურსების პრობლემა. ისლამური პროექტისგან განსხვავებით, ინკორპორაცია არაიუდაველების ისრაელ პროექტში პრაქტიკულად შეუძლებელია. თვითონ იუდეველებისაც პრობლემაა ზოგიერთი. თვითონ ხო, ანუ იქაც არიან კიდე რაღაც რადიკალური ჯგუფები და იქ კიდე ნუ ნაწილი ზოგადად საუბრობს რომ ესეთი ისრაელი არ უნდა არსებობდეს. ხო, ეს არის რაღაცა სიონიზმს დამატებული white supremacy ქართულად თეთრების უპირატესობის ხო. არა, აი მაგალითად ესეთი შემთხვევა იყო, რომ ეთიოპიელი ებრაელების მიგრაცია დაიწყო 2000-იანი წლების ბოლოს, 2010-იანების დასაწყისში და ნუ ეს ნახევრად ფერადკანიანები არიან, ხო? და 2013 წელს არ ვიცი რომელი გამოძიების შედეგად დადგინდა რომ სტერილიზაციას ახდენდა ისრაელი მათსას, რომ შავკანიანი ებრაელები არ გამრავლებულიყვნენ. რამდენიმე დაახლოებით 10000-მდე, ასე ვთქვათ, ადამიანის. ოღონდ ეს იყო რაღაცა არა მათთვის უცოდინდათ, რაღაცა 100-ას ან რაღაცას უკეთებდნენ და ხდებოდა ეს. ესეც იმას ნიშნავს, რომ აი ნახევრად რასისტული სახელმწიფოს ფორმირებასთან გვაქვს საქმე. ნუ თავი რო დავანებოთ ახლა არა იუდეველებს და სხვა ხალხს. მაშინ ესე იგი ლოგიკურია ეს, რადგან საუბრობენ ეს ტადრის ხელახლა სოლომონის ტადრის ხელახლა აშენება და ის რომ გარკვეულწილად ესქატოლოგიური შინაარსი აქვს რაღაცა მაგ დაპირისპირებას. კი, რა თქმა უნდა, ხო ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს მხოლოდ რაღაც შიდა სამობილიზაციო პოლიტიკური ნარატივი, რომ აი რაღაც ბენიამინ ნეთანიაჰუს ყავდეს საკუთარი მხარდაჭერების სტაბილური და რაღაც ამით მიიღოს ლეგიტიმაცია. თუმცა ესეთი რაღაც ჰიპერრადიკალური ქმედებები მართლა რაღაცა აჩენს ამის განცდას, რომ რაღაც ნახევრად მესიანისტური საგარეო პოლიტიკა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. აი რასიზმის საკითხზე დაუბრუნდე. რასიზმი თვითონ ანუ იუდეველურ საზოგადოებაშიც არსებობს თვითონ ისრაელში. არსებობენ ხო ეგრეთ წოდებული აშკენაზები, ევროპელი იუდეველები, რომლებიც ჩავიდნენ ევროპაში და არსებობენ მიზრაჰები, ანუ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკიდან ჩასული ებრაელები, ნუ რაღაც არაბული ფესვებით, ხო? თვითონ ებრაულ საზოგადოებაში არის რაღაცა ჩუმის სტრატიფიკაცია, რომ ეს თეთრი ებრაელები, აშკენაზები არიან სერვის სექტორში, მედიაში, აკადემიაში, პოლიტიკურ ელიტებში და ეს მიზრაჰები, ეს ახლო აღმოსავლელი ებრაელი ბაღდადიდან, კაიროდან, იგივე ალჟირიდან ჩასული, მაროკოდან ჩასული ებრაელები, ესენი არიან ძირითადად, აი როგორ გითხრათ, მომსახურე პერსონალი იქნება ეს ვაჭრობა,
რაღაცა სხვა მიმართულ იშვიათად და სხვათა შორის ხშირად არის პრობლემა მათ შორის ოჯახების შექმნის. ანუ აი ხო ვერ ვიტყვი რომ ახლა ერთმანეთში არირევენ, მაგრამ პრობლემაა რა, ნუ გააჩნია ხა ოჯახურ რაღაცა კონსერვატიულ რაღაცა წარმოდგენებს და ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს რეაქციულობა დგას ამ მიზრაჰი იუდეველების ხარდაჭერაზე. ანუ ის კაპიტალიზაციას ახდენს ვიქტიმიზებულ საზოგადოების ნაწილზე, რომ ვითომ ეს მიზრაჰები არის ნახევრად მსხვერპლი ისრაელში და იმიტომ არის, ანუ ეს მიზრაჰები ძალიან რადიკალი მხარდამჭერები ნეთანიაჰუს, რომ აი მან ჩვენ დაგვაბრუნა იუდეველურ საზოგადოებაში. და იმიტომ არის, რომ აი ესეთი პროცესების მიუხედავად, მისი მხარდამჭერა რეალურად 30%-ს არ ცდება. სტაბილურად აქვს 30%. ანუ აქედან გამომდინარეა და ეს თეთრები აშკენაზები არის ლიბერალური ნაწილი საზოგადოების, ძირითადად ეს არის თელ-ავივი და თქვენ ყოველთვის რაღაც პროტესტები რო იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში, სანამ ეხა ეს 2 წლის განმავლობაში არა, სანამ ეს ჰამასის თავდასხმა მოხდებოდა, გამოსვლები იყო მარტო თელ-ავივში. აი ეს აშკენაზები, რაღაცა ევროპელი ებრაელები. თორე დანარჩენ ქალაქებში ხა იერუსალიმში, იგივე რაღაცა აშკელონი, აჟდოდი, ანუ სხვა ქალაქებში ესეთი გამოსვლები არ მომხდარა. იმიტომ რომ ეს თელ-ავივი არის რაღაც ლიბერალური ბურჟუაზიული ცენტრი. საუბარი არის ხო ორი პოლიტიკური ცენტრია, იერუსალიმი და თელ-ავივი, ხო? თელ-ავივი უფრო ლიბერალურია და ის უფრო სიონისტურია. კი, მაგრამ რაღაცა, ანუ ეხა პროცესი უკვე ისე შევიდა, აი რითაც დაიწყეს რაღაც სისტემურ კონფლიქტში ვართ, სადაც ან ერთი უნდა გადარჩეს, ან მეორე, ესეთი მოცემულობა უკვე აი ამ აშკენაზებსაც აიძულებს, რომ გარკვეულწილად მისცეს ლეგიტიმაცია აი ამ ნეთანიაჰუს, იმიტომ რომ რაღაცა დღის წესრიგში დგას ისრაელის არსებობის საკითხი. იმიტომ რომ ამ კონფლიქტში თუ ისრაელმა დათმო, ან უკან დაიხია, ეს იქნება რაღაცა გენერაცია შემდგომში უკვე ისრაელის ძალის შესუსტების რეგიონში. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ მთელი რიგი ხელოვნური ინტელექტის კომპანიები გადადიან ისრაელში. ხო, და რაღაც ეს ახალ დიდ იუდაიას, ესე თქვათ, პაქს იუდაიას, ანუ იუდაიას ბატონობა, რაც ისრაელის ბატონობა, პაქს იუდაიას ერთ-ერთი ფუნდამენტი უნდა იყოს განვითარებული ხელოვნური ინტელექტის არსებობა ისრაელის მხრიდან. მთელი ეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების მფლობელები უმეტესობა ებრაელია, ხო, იგივე ეს პიტერ ტილი, ალექს კარპი, ესენი ანუ ჩემთვის ცოტა უცნაურია ხოლმე, ხო, აი ამ ხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელები არიან და მათი ნებისმიერ აი ფორუმებზე გამოსვლა ყოველთვის აფიქსირებენ, რომ ისინი არიან სიონისტები, რომ ისრაელი მათთვის არის მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ არ ვიცი რატო უნდებათ ამის დაფიქსირება, შეიძლება კითხოს უსვამენ ახლა მთლიან ვიდეოს ალბათ არ უყურებ ხოლმე, მაგრამ ეს რაღაცა კომბინაცია არსებობს კი, რასაც იძახი, ეს ხელოვნური ინტელექტის რაღაც მთელი ინფრასტრუქტურა, რაც არსებობს შეერთებულ შტატებში, არის გარკვეულწილად დაკავშირებული ისრაელთან და ისიც არ დაგვაუწყდეს, რომ აი ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე აწარმოებს ისრაელი ავია თავდასხმებს, დრონებით თავდასხმებს. ანუ ეხა უხეშად რო ახსნა, გენშტაბი იღებს რაღაც სატელიტურ რაღაცა ფოტოებს, იქ რაღაც AI ადგენს რა არის სამხედრო სამიზნე, თუნდაც ადამიანების სახის ამომცნობი კამერებით ის ადგენს და ეს დრონი რო აფრინდება, ის ავტომატურად, ანუ ყოველგვარი ოპერატორის გარეშე ახდენს თავდასხმებს. ამაზე საკმაოდ ესეთი ხა გამოსვლები არა, მაგრამ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების რაღაცა ჯგუფები ევროპაში, ამერიკაში, რომ მსგავსი ტიპის warfare ომის წარმოება აიკრძალოს, იმიტომ რომ ეს არის არაადამიანური, რომ ხა რობოტი, რეალურად რობოტია ხა ის დრონი, ფრინდება და თვითონ წვეთს რას ესროლოს, რა გაანადგუროს. რა ვიცი, არის, აი მოდი ესე ვთქვათ. აი ირანთან მიმართებაში ეგრე იყო, აი ეს ირანის ომი რო დაიწყო, აი AI-ით შედგენილი სამიზნეები იყო. და აღმოჩნდა რომ რაღაცები ის არ ყოფილა აი ეს მინაფსაც მაგას აბრალებენ რომ აი AI-მ არასწორად დააფიქსირა რომ ეს სხვა რაღაცა იყო მაგრამ ეს ახლა უფრო არის გამართლება გამომდინარე იქიდან რომ ეს სკოლა უკვე აწლეულებია იქ არსებობს. მოდი ახლა რაღაცნაირად ისრაელის საკითხი შევაჯამოთ. ესე იგი შენაბობ და პრინციპში ეს არის რომ ნახევრად მოდი ესე ვთქვათ რასისტული, ხო? ხო, რასიზმი თლად ისეთი ტრადიციული რასიზმი არ არის, მაგრამ ნუ რაღაცა უპირატესობა, უპირატესობა, სუპრემასი ესე დავარქვით. სახელმწიფოს ქმნიან და ყავთ საკმაოდ მობილური ჯარი, მაღალტექნოლოგიური ჯარი,
აქვთ ტექნოლოგიები, აქვთ ფინანსური მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან საკმაოდ დიდი. არაბული მონარქიები, მათ შორის საუდის არაბეთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პრინციპში ამ მაცქემაში ზის პრაქტიკულად და პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც პრინციპში ახლა აი ამ კონფლიქტში ჩართო ისრაელის ლოგიკიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში, ხო? და აი შანსები რო შევაფასოთ ისრაელის ამოცანების რა, რამდენად რეალისტურია, რამდენად შეუულია მართლა რომ მიაღწევს ის რომ გაანადგუროს ღაზა. გაყაროს იქიდან ხალხი საბოლოო ჯამში. აი დაიკავოს ახალი ტერიტორიები. გაანადგუროს ირანი, მოიცილოს როგორც თავის დროზე მოიცილეს სადამ ხუსეინი, მოიცილონ ირანელები და აღარ იყვნენ რა ირანელები შეხა ირანული ცივილიზაცია კიდე რჩება, მაგრამ აღარ იქნება ისრაელისთვის ეს საფრთხე, ხო? არის ანუ აქვს ეს პოტენციალი თუ მას აუცილებლად მოუწევს რაღაცნაირად შეთანხმებები და კომპრომისების გზაზე ანუ ეს ის კონფლიქტია, სადაც ერთი მხარეა გამარჯვებული, მეორე დამარცხებული თუ არსებობს კიდე მესამე რაღაცა ესეთი ვარიანტი. ხო, რეალურად ამასაც ვიძახდი. ეხლა ეს ამ კითხვაზე რომ პასუხი გაქცე, უნდა შევხედოთ აი ისტორიას, ხო? აი 70-80 წლიან ისტორიას როგორ მოვიდა ისრაელი. ნებისმიერი ესეთი დაწოლა, წნეხი, ყოველ საჩენდა ასე ვთქვათ ძალას. ხო, მაგალითად არ არსებობდა არანაირი ორგანიზაცია ჰეზბოლა. არ არსებობდა არანაირი ორგანიზაცია, ანუ 80-იანი წლების დასაწყისამდე. არ არსებობდა ორგანიზაცია ჰამასი 87 წელს შეიქმნა ეს ორგანიზაცია. როგორც კი ასე ვთქვათ სამხედრო დაწოლას ძალადობას ანუ აძლიერებდა ისრაელი, პასუხად იღებდა ის კონტრ ძალების შექმნას, ხო? ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ იგივე სცენარი. რაც უფრო გაძლიერდება ეს ასე ვთქვათ ძალადობის ინსტრუმენტები, უფრო გაძლიერდება კონტრ ასე ვთქვათ ჯგუფებიც, ხო? ნუ ეხა ეს ჰამასის შემთხვევა ცოტა ესეთი რთული საკითხია, ხა იქ ღაზის საკითხი ცოტა ტრაგიკულია, ხა იქ რეალურად 2008 წლიდან ეს ტერიტორია იმყოფებოდა ბლოკადაში, საჰაერო სახმელეთო საზღვაო ბლოკადაში. თვითონ ღაზელ მეთევზეებსაც მე მგონი 2 კილომეტრის სიღრმეში არ შეეძლოთ შესვლა ზღვაში. მაშინვე ცეცხლს უსხსნდა საზღვაო ძალები ისრაელის, ხო? და იმის შემდგომ ეხლა გართულებულია თვითონ ან ჰამასის რაღაც როგორც ფინანსური მომარაგება, ისე სამხედრო მომარაგება და თვითონ ეხლა რაც შეეხება აქ ღაზის აღება, იცი რა, რთული საკითხია. იქ ჯერ კიდევ ცხოვრობს 2 მილიონი ადამიანი. ჯერჯერობით არც ერთი სხვა არაბული ქვეყანა არ თანხდება იმას, რომ ეს ქვეყანა ანუ ეს 2 მილიონი არაბი მიიღოს საკუთარ ტერიტორიაზე. არის ასეთი სცენარი მუშავდება, რომ სომალილენდი, ესეთი სეპარატისტული რეგიონი სომალიში აღიარა ისრაელმა. ბაზები და შეიძლება სომალილენდი გახდეს აი ღაზელი პალესტინელების ემიგრაციის დანიშნულების წერტილი. თუმცა მაინც უფრო გამოვიდეთ დიდ სურათში, ხო? აი ამ მოვლენებმა შედეგად მოიტანა ის, რომ ისრაელი რაღაცა საკმაოდ სწრაფი ტემპებით კარგავს ხარდაჭერას დასავლეთში. თუ ეხლა ეს გენოციდი, დავარქვათ ამას ეთნოწმენდა პლუს გენოციდი, ხო? თუ ეს მართლა განხორციელდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხარდაჭერა, რაც აქ დარჩენილი, საკმაოდ რთული იქნება, რომ შეინარჩუნოს ისრაელმა. და ისიც უნდა ვახსენო, შერასაც ამბობდი, აი ამ პროექტის განხორციელება, აი დიდი ისრაელის პროექტის განხორციელება შეუძლებელია შეერთებული შტატების გარეშე. ანუ შეერთებული შტატები არის ის საფუძველი გარანტორი, როგორც ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო, დიპლომატიური ბალიში ისრაელისთვის, რომლის საშუალებითაც ის ამას მიაღწევს. ეს ბალიში რო არ იყოს ისრაელს არ შეუძლია არაფერი რეალურად. კი, ახლა მას შეიძლება ქონდეს ჰაი-ტექ რაღაც შეერაღება, თუმცა მას არ აქვს მასობრივად წარმოების შესაძლებლობები, ხო? ამიტომ, როდესაც ვამბობთ რაღაც ისრაელის ამ საგარეო პოლიტიკაზე, მის мотиваციებზე, ყოველს უნდა გვახსოვდეს რა არის მისი ამის ქმედების ბალიში. ბალიშია იგივე ხო სენატი, ხო, იგივე პრეზიდენტი, პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რაც არის შეერთებულ შტატებში.
და თუ აი ხა ესეთი რადიკალური იგივე მაგალითად ეთნოწმენდა არის რეალურად დაწყებული ლიბანის სამხრეთში, ხო? რამდენიმე ათეული სოფელი მთლიანად გაასწორეს მიწასთან, იქ უკვე უკან ვეღარ დაბრუნდება ადამიანი, ეს მასირებული, აი როგორც ღაზაში აფეთქებდნენ მასობრივად სახლებს, დაახლოებით იგივე პროცესი. ნუ ეხლა თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ეს პოლიტიკური ხარდაჭერაც შესუსტდება და არ დაგვაუწყდეს ის რომ ეს ტრამპი არის აი ეს შეიძლება ვთქვათ, რომ აი ბოლო ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება იყოს აი ცალსახად ისრაელის ხარდამჭერი, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში აი ელექტორატში გაჩნდება სურვილი, რომ და ჩემდა გასაკვირად ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ვიდეო მხდება TikTok-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში, საკმაოდ აი შუახნის ადამიანები შეერთებულ შტატებში, როგორ წვავენ ისრაელის დროშას და ამბობენ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრიტანელებისგან, იმიტომ რომ არ მოგწონდა რომ ბრიტანეთი მართავდა აი შეერთებულ შტატების პოლიტიკას. და ეხლა აღმოჩნდა რომ რაღაც ახალი ქვეყანა გაჩნდა, რომელიც მართავს შეერთებულ შტატების საგარეო პოლიტიკას და ჩვენ გვინდა ახალი დამოუკიდებლობა. ეს ნარატივი საკმაოდ ძლიერდება. მაგალითად და კიდე სხვა ისეთი TikTok-ერები რაც შეიძლება პოდკასტერები ღიად აკრიტიკებენ. ეს და ის აბსოლუტურად იდიოტური პასუხები მოვისმინეთ ჩვენ რესპუბლიკელების, სენატორების მხრიდან ისრაელის იმაზე, რა ქვია, საკითხზე რა, რომ პრაქტიკულად გამოდის, რომ ამერიკის ვალდებულება თუ რაღაც ამოცანა ყოფილა ისრაელის დახმარება თუ რაღაც. აი თვითონ ეს ელჩი ვინც არის მაიკ ჰაკაბი ისრაელის შეერთებულ შტატების, ესეთი რაღაცა თქვა, რომ შეერთებულ შტატები რო არსებობს ისრაელის დამსახურება. ანუ უკვე რაღაცა როლები გაცვალა რა, ანუ იმდენად რაღაცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. თუმცა ტენდენცია უკვე საგრძნობია. აი მაგალითად ნიუ-იორკის არჩევნებიც, ნიუ-იორკის შტატის არჩევნებიც იყო ერთ-ერთი სიგნალი ამ მიმართულებით, რომ ყველა იმ კანდიდატმა მოიგო, რომელსაც პროპალესტინური ესეთი რიტორიკა ჰქონდა. ეხლა ის თვითონ იმასე რო შევხედოთ. ზოგადად ეხლა ახლო აღმოსავლეთი არ არის 7 ადგილი იქ უამრავი რელიგიური, უამრავი პოლიტიკური და ეთნიკური ელემენტი ერთმანეთს ეჯახება. შიიზმი, სუნიზმი ცალკე არის, კიდე ეთნიკური რაღაცა ელემენტი კიდე ცალკე არის. მაგრამ ჩვენ ახლა ხედავთ უნიკალურ რაღაცას, ეს არის ის, რომ პრინციპში შიიტური ქვეყანა აცხადებს, რომ სუნიტებს მათი თავარი ამოცანა სუნიტი ადამიანები დახმარება, ხო? და არა და ისტორიულად თვითონ ეს შიიტებს და სუნიტებს შორის გაცილებით ბევრი ომი ყოფილა, ვიდრე ისლამსა და სხვა რელიგიებს შორის, ხო? შიდა ომები გაცილებით მწვავე იყო მათ შორის. ანუ გამოდის რომ ეხლა ნუ პრინციპში არის ირანი. ეს ჩვენ დავინახეთ აქამდე, ეხლა ნუ კიდე გრძელდება ეს დაბომბები და ასე შემდეგ. რომ ყარია ეგ რეჟიმი. კი, შეიძლება შენ ელექტრო სადგურები, სტრატეგიული ობიექტები დაუბომბო. ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ასე ვხედავთ, რომ ამის უკან ჩინეთიც არის, რა ჩინეთის და ასევე რუსეთის ხარდაჭერის გარეშე, ჩინეთის ძირითადად ეს გაძლება უფრო რთული იქნებოდა, ხო? ამის გარდა ჰორმუზის სრუტე. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. უკვე ჩაკეტილია პრაქტიკულად ჰორმუზის სრუტე. ეს ახლა ეს პროცესი გადავა თუ არა ფართო მასშტაბიან ომში, როგორ ხედავ შენ? თუ ეს იქნება აი ესეთი რაღაცა ეკონომიკური გამოფიტვების და რაღაცა საერთაშორისო ზეწოლების ესეთი ბრძოლა, სადაც ძირითადად ჩვენ შევხედავთ წერტილოვან დარტყმებს. როგორც ერთი მიმართულებით, ისე მეორე მიმართულებით. ანუ უნდა ველოდოთ თუ არა მართლა დიდ ომს, რაც კლასიკური ომის გაგებით არის, ნუ სახმელეთო ომს, თუ ეს იქნება, აი ნუ ის რაც უკვე ნაცნობი არის ჩვენთვის. ხო, აი პირველი ეპიზოდიდან დავიწყებ შიიტებს, სუნიტების დაპირისპირებას, ანუ საკითხზე. ირანში არის ეს ნარატივი, კონკრეტულად მაინც უფრო ლიბერალურ ნაწილში საზოგადოების, რომ აი თვითონ არაბები და თვითონ სუნიტები არ იბრძვიან ამ პალესტინის გამო, ჩვენ რა ძალა გვადგია, ხო? ჩვენ თავს მივხედოთ, ხო? ჩვენ დავალაგოთ ურთიერთობა ამერიკასთან და ანუ ეს წინააღმდეგობა გაქრება. ანუ ეს ნარატივი არსებობს, თუმცა ამას არ ქონდა დიდი მხარდაჭერა, ძირითადად აი ეს რეფორმისტთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ რაღაცა ისტებლიშმენტში იყო ეს ნარატივი. თვითონ ხო, თემა რა არის, ჩვენ როდესაც ვიძახით 1979 წლის რევოლუციას, ეს არ იყო მხოლოდ რაღაც ხელისუფლების ცვლილება. რევოლუცია მდგომარეობდა
სისტემურ ცვლილებაში ირანის, რომ ის რაღაცა დაქვემდებარებული, რაღაც აი როგორც მეც ნახსენები, როგორც ჩინეთს ჰქონდა საუკუნოვანი დამცირების ეპოქა, საუკუნე, დაახლოებით იგივე ჰქონდა სპარსეთს. როდესაც მეანო დღემდე გრძელდება საამდე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება მათი. ხო, სპარსეთის რეალურად მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იყო ბრიტანელებზე დამორჩილებული, შემდეგ ამერიკელებზე და ეს რევოლუცია იყო ამ დამცირების საუკუნის დასასრული და მთელი რევოლუციის ღერძი არის სუვერენულობის საკითხი. და ამ სუვერენულობას ებრძვის როგორც ისრაელი, ასევე შეერთებული შტატები და რევოლუციის იდეა დგინდება, როგორ გითხრათ, რეგიონის გათავისუფლებით. ანუ თუ მაგალითად ეხა ირანის შეიძლება ესე ვთქვათ. ნუ ეხა თუ ირანი იტყვის, რომ პალესტინის საკითხის აღარ მაინტერესებს, ეს მოდი თვითონ გადაწყვიტონ, მაშინ საკითხი დგება ასე, რომ მაშინ მე რაში მჭირდება ეს ირანის რევოლუციური გულშახთა კორპუსი. ანუ რევოლუცია რა შემდგომარეობს. ხო? ხო, ანუ ეს და ანუ კრიზისი დადგება თვითონ აიათოლების, ანუ თვითონ სისტემის კრიზისი დადგება. ამიტომ გარკვეულწილად ხო, ეს არის ფაქტორი. ამაზე ირანი ვერ იტყვის, ეს სისტემა ვერ იტყვის უარს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ რაც ახსენე ომს. ისი რა, ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ინფორმაციულ ასიმეტრიაში ვართ, არ ვიცით რა პარამეტრებია სახეზე შეერაღების კუთხით, ნავთობის რეზერვების კუთხით, ასე შემდეგ. თვითონ ის საკითხი, რომ ხელისუფლების ცვლილება აღარ დგას დღის წესრიგში ირანში, ეს უკვე არის, ნუ ეხლა სტრატეგიულ გამარჯვებას ვერ დავარქვი, მაგრამ ტაქტიკური გამარჯვება ირანის. დღეს ეხლა რა არის ძირითადი საკითხი? ჰორმუზის სრუტეში როგორ გაივლის გემი? ანუ ომის დასაწყისამდე ამაზე ხო არავინ არ საუბრობდა. მეორე ეხა თუ დააკვირდებით რა ანუ დაბომბების სამიზნეები რა არის შეერთებული შტატების ირანთან მიმართებაში. ეს ძირითადად არის სპარსეთის ყურის მოსაზღვრე რეგიონები, ეს არის ხუზესტანის რეგიონი, ეს არის ბუშერის რეგიონი, ჰორმუზგანის რეგიონი და იქით ჩაბაჰარის პორტი. ანუ სიღრმეში ძირითადად თავდასხმები აღარ ხდება. ჩვენ შეიძლება ესე ვივარაუდოთ, რომ რაღაც ინფრასტრუქტურულ გამოფიტვას იწყებს შეერთებული შტატები, რაღაც აი წმენდის პროცესს, მოდი ესე დავარქვათ. შეიძლება ეს ტალღა ეხა მორჩეს, ნუ შეიძლება მორჩეს ერთ-ორ კვირაში, შეიძლება ერთ თვეში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ომი დამთავრდება. შეიძლება ისევე აი როგორც მოხდა, ხო გაჩერდა 8 აპრილს ვითომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. დაახლოებით რაღაცა იგივე პროცესი შეიძლება წავიდეს დიპლომატია ასე შემდეგ და ისევე ეს ტალღა ისევე დაბრუნდეს. გამომდინარე იქიდან კიდევ ერთხელ, რითაც დავიწყე, ეს ომი არის სისტემური კონფლიქტი, პანდორას ყუთი გახსნილია. ან აქ იქნება, ან ახლო აღმოსავლეთი აღარ იქნება აი ამ გარეგავლენების სფერო, ან იქნება დიდი, ესე ვთქვათ, დამანგრეველი კონფლიქტი. თუ ეხა კონფლიქტი მივიდა კრიტიკულ მომენტამდე, ანუ ჩვენ რითი მივხვდებით, როდის მივიდა კრიტიკულ მომენტამდე კონფლიქტი. ჩვენ მივხვდებით იმით, რომ მაგალითად ამერიკულ რაღაც სამხედრო გემი ჩაიძირა. ან ამერიკული ავიამზიდი ჩაიძირა. ან მაგალითად ისრაელში წყლის გამამტკნარებელი რაღაცა ინფრასტრუქტურა დაინგრა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი გადავიდა ყველაზე მტკივნეულ ნაბიჯებზე. ანუ მას რესურსი ელევა. ანუ შენ მაშინ გადადიხარ ყველაზე მტკივნეულ დარტყმებზე, როდესაც შენც უკვე სუსტად ხარ, ხო? ანუ ბოლო გაბრძოლების თემა. ჯერ ეს პროცესი არ გვაქვს ახეს. ანუ როგორც ვამბობ, ჯერჯერობით არის რაღაცა ინფრასტრუქტურული გამოფიტვის რაღაცა გადასროლები. აი აკვირდები ალბათ იგივე უკრაინაშიც და იგივე ირანშიც. ცოტა უცნაური ომი მიმდინარეობს იმ გაგებით, რომ აი ხა რო ავიღოთ კლასიკური ომები, ხო? იქ ძირითადად მიმდინარეობდა აი პირწმინდად, აი მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს პირწმინდად გერმანული ქალაქების განადგურება, ხო? და მეთე ინფრასტრუქტურის მთლიანად მოშლა. იქ მიმდინარეობდა ის, რომ ნუ არინდობდა პრინციპში და ტოტალური გამარჯვება იყო მიზანი, ტოტალური გამარჯვება. ეხლა რაღაცნაირად ცოტა უცნაური ომი მიდის ამ გაგებით, იმიტომ რომ კი შეიძლება რაღაცები დაბომბო, მაგრამ ეს იმდენად არასაკმარისი აღმოჩნდა უკრაინის ომთან მიმართებაშიც და ირანის ომთან მიმართებაშიც, რომ შენ გაიმარჯვე. რომ რაღაცა ესე იგი ყოველდღე ვიგებთ რაღაცეების დაბომბვას, მაგრამ
ეს არ ხდება იმის მიზეზი, რომ ერთმა მხარემ რაღაც რადიკალური უპირატესობა მოიპოვოს მეორე მხარეს. ანუ მეორე მსოფლიო ომის, ანუ მაშინ იყო, როგორ გითხრა, კარპეტ ბომბი, ქალაქებს ბომბავდა, ანუ მოსახლეობის დახოცვა არ იყო რაღაცა გამოწვევა და დღევანდელ ომებში ეს ცოტა რთული საკითხია. ხა ქალაქი დაბომბო მიწასთან გაასწრო. ჯერსერთი ამის რესურსიც არ არსებობს. ამის რესურსი შეიძლება მხოლოდ არტილერიით, ტანკებით და ასე შემდეგ. ავიაციით ეხა ამდენი ბომბის წარმოება რო ქალაქები მიწასთან გაასწრო, ხო? თან ეხა ირანული ქალაქები დიდია, პატარა არ არის. ანუ, აი, კარგ საკითხი შეეხე. ანუ, ჩვენ როგორ ეპოქაში ვართ ეხა, იცი? ანუ, თუ დედაქალაქს არ აიღებ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს არ აიღებ, ვერ დაამარცხებ ქვეყანას. მით უმეტეს ეხა ისეთ ტერიტორიულ მოცემულობით, როგორც ან უკრაინა, ან ირანი, ხო? ანუ, უბრალოდ რაღაცა დაბომბებით, შენ გჭირდება ადგილზე რაღაცა დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალა. მინიმუმ თუ შენ არ აკონტროლებ, ხო? აი ერაყის ომი როგორ იყო? თვითონ შევიდნენ, აიღეს ბაღდადი და ეს გამოცხადდა გამარჯვებად. რაც არ უნდა ხა დაბომბო, შენ თუ იქ არ ყავს ვიღაც, ანუ ვიღაც რა, შენ მაკონტროლებელი, ნუ გამარჯვებას ვერ გამოაცხადებ, ხო? ანუ მე-4-მე-5 წელი დაიწყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ხო, ყოველ დღე რაღაცა უმოწყალოდ იბომბება უკრაინა, მაგრამ ნუ ეს ხელისუფლება არის. ნუ უკრაინის საკითხი კიდეც ალგია, იქ ხელისუფლება რომც არ იყოს, ეს ომი მაინც იქნება ჩემი აზრით. ხო არა, იქ ზელენსკი რო არ იყოს, თუ სხვა სახელით და იგივე ეს გააკეთეს. იქ ხო, უკრაინაში ჩემი აზრით, ნუ ეხლა სხვა თემაზე გადავედით, მაგრამ არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გააგრძელებენ კონფლიქტს, რომელიც ჩამოიშალოს სახელმწიფო. ირანთანაც ეგ პრინციპი შეიძლება ჩვენ ირანთანაც ესე მივიღეთ. კი, დაახლოებით იგივეა, ხო. გენშტაბი განადგურდა, პოლიტიკური ისტებლიშმენტი ნახევრად განადგურდა და ნუ ეს რაღაცა ნახევრად ესეთი ხო გენშტაბის განაყოფები განაგრძობენ კონფლიქტს. აი ერთ-ერთ იგივე აღარ მახსოვს ვინ ადარებს, არის ესეთი ლიბანელი ჟურნალისტი ელაიჯა მანიე, რომელიც ამბობს, რომ ეს არის starfish ზღვის ვარსკვლავის პრინციპი, რომელსაც თუ რაღაცას მოაჭრე, იქიდან მეორე ვარსკვლავი ჩდება, ხო? ანუ ვერანადგურე. ესეთია, ხო? ნუ რაღაცა შეიძლება გაანადგურო რაღაც ერთი სამხედრო ცენტრი, იქიდან სხვა წარმოიქმნება, იქიდან სხვა ასე შემდეგ ასე. ხო, მაგრამ მაშინ სხვა ლოგიკა უნდა იყოს, რომ ისე იმდენად გაანადგურო, რომ მათ უბრალოდ ვეღარ შეძლონ. ხო, არა, ეს რესურსების მომენტი არის. ამ შემთხვევაში უკრაინას აქვს დასავლური ზურგი და ირანს ჯერჯერობით საკუთარი ინდუსტრია. და ჩინეთი, ხო, ჩინეთი სხვადასხვა საშუალებებით. თვითონ აი მოდი ესაც ვთქვათ და ეს ნაწილი ყველაზე მეტად მაინტერესებს, იმიტომ რომ საქართველოს ეხება. აი ეს კონფლიქტები ბევრიც საუბრობს, რომ უკვე ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება ფასებთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული თან სურსათის ფასებთან, იმიტომ რომ ჰორმუზის სრუტე იყო ერთ-ერთი ყველაზე ესე ტერიტორია, საიდანაც მე მგონი დღევანდელი ერაყის ტერიტორიიდან გადიოდა სასუქები და ასე სხვა ესეთი ყატარს აქვს სასუქების წარმოება, იმიტომ გაზი ჭირდება და გაზი ყატარს აქვს ყველაზე ბევრი სასუქის წარმოებას. მოკლედ ჰორმუზის სრუტე არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია. ბუნებრივია მისი რაღაც შეჩერებით ფასების ზრდა იწყება. ელოდები შენ ზოგადად ესე ვთქვათ ფასების ზრდას, ელოდებით გლობალური ვაჭრობის და ზოგადად გლობალური ბაზრის გარკვეულ კრიზისს. ამ კონფლიქტიდან გამო. ნუ რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეც გვაქვს ეს. ნუ რაღაც ფორმით. თუ ეს ომი გაგრძელდა, ეს ფორმა უფრო თვალსაჩინო გახდება. აი მაგალითად იგივე ხა როგორც კონფლიქტი განახდა დაახლოებით $84-ზე, $10-ით მაშინვე მოიდო მატაფა. ნუ თანამედროვე ესეთი ვაჭრობის ესეთი ხრიკი რაში მდგომარეობს, ეგრეთ წოდებული ეს ფიუჩერსები. ანუ წინასწარი მიყიდვის სქემები, ხო, მაგალითად, და წინასწარი მიყიდვის სქემებით შენ შეგიძლია ფასი არ გააძვირო. ანუ ეხლა ესე ცოტა ისეთ თემაში გადავედი. ანუ სამომავლოდ მაგალითად წლის ბოლოს მე მოგყიდი რაღაც ერთ ტანკერი ნავთობს ამ ფასად. და ანუ ეს ფასი შეიძლება არ გაიზარდოს. ანუ დღეს არ გაიზარდოს და ამით შეიძლება ფასებით манипуляცია მოხდეს. რეალურად რასაც ახერხებს კიდევაც შეერთებული შტატები და თვითონ ეს მონარქიებიც. მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს? აი შეპირებული ფიუჩერსით ნავთობი რო არ ჩავა, სახეზე რო არ იქნება ხელისახები, აი მაშინ დგება პრობლემა. ხო, აი ეს უკვე რთული საკითხია. ხო, ეს შეიძლება ახსენე ხა ეს რეალურად ეს კონფლიქტი ყველაზე მეტად ურტყავს მესამე სამყაროს.
თვალსაზრისით რომ მათ უძვირდებათ საწვავი, მათ დეფიციტური ხდება სასუქი, სხვათა იგივე ახლა რუსეთის кейსიც რა ვიღო, რუსეთმა აკრძალა ბენზინის კი არა ნავთის ექსპორტი, ეს ძირითადად არა, მაგრამ ეს აფრიკის ქვეყნებიც იყო მომხმარებლები, რაღაც სასუქის ოდენობებზეც მე მგონი დააწეს რაღაც კვოტები. ანუ რა, ყველაფერი ამ დეფიციტი, კრიზისი უნდა შეიქმნას მესამე სამყაროში. თვითონ ცოტა ესეთი რაღაცა გეოეკონომიკური სურათიც რა ვიღოთ, თუ ეკონომიკური ზრდის პროცესი შეჩერდა გლობალური მასშტაბით, ეს რას ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობა მოსახლეობის შემცირდა. თუ მსყიდველუნარიანობა შემცირდა, ესე იგი ქვეყნები ვეღარ მოახდენენ ბევრ იმპორტს. ვინ არის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა? არის ჩინეთი. ანუ ჩინეს ყველაზე დიდ სურათში გამოდის ის, რომ ჩინეთის ექსპორტი შემცირდება, თუ გლობალური ეკონომიკური კრიზისი წარმოიქმნა. რაც ამ შემთხვევაში შეიძლება შეერთებული შტატების ინტერესშიც იყოს. იმიტომ რომ შეერთებული შტატები ნახევრად ავტარკიულია, რაღაც შეიძლება იქაც გაძვირდეს რაღაცები, მაგრამ შეიძლება ეს უღირდეს იმ კუთხით, რომ ოღონდ რაღაცა ჩინურ ეკონომიკას მიადგეს ზიანი. თუმცა ეს არის, მოდი ვთქვათ, ესეთი ამერიკული გათვლები შეიძლება იყოს, მაგრამ აი ჩინეთის შეკავების საკითხში მე მგონი უკვე გავცდით იმ წერტილს, სადაც შეერთებულ შტატებს შეეძლო რაღაცა მუხრუჭები ქონოდა ჩინეთთან მიმართებაში. ანუ ჩინეთის შეკავება ეხლა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. იმიტომ რომ აი თუნდაც აი ტარიფების ომმა გასული წლიდან წლამდე აჩვენა, რომ აი ეს შეკავების ინსტრუმენტები რეალურად შეერთებულ შტატებს აღარ აქვს ჩინეთის მიმართ. როგორც იგივე ფინანსური საფინანსო მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებით, სამხედრო მიმართულებით, ხო? ეხლა არის მაგალითად ხო ეს მანევრები იგივე წყნარ ოკეანეში რაღაცა შეკავების რკალის შექმნას, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის განწირული პროცესი. უბრალოდ ეხლა არ ვიცი, ეხლა თუ ქვეყნებს აქვს იმის ნებელობა, რომ პირდაპირ კონფლიქტში შევიდნენ ჩინეთთან სამხედრო კონფლიქტი, კი, მაგრამ არ ვიცი პრაქტიკაში ეს როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. ფილიპინებს რა რესურსი აქვს ეხლა ჩინეთთან წინააღმდეგობის, არ ვიცი. რა არის, აი ხა ცოტა პროვოკაციულ შეკითხვას დაგისვა. საქართველოს მიმართ კუთხით რა. ძალიან უაზრო კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, მაგალითად პროიზრაელურ და პროირანულ პოზიციებზე, ხო? აი რაღაცა ესეთი ბალაშიკის, აი ფეხბურთის ბალაშიკის პოზიციებიდან გამომდინარე, მაგრამ მოდი ესე იგი ავიღოთ, მოდი ჩვენი ისტორია და გარკვეულწილად აი ესე შევხედოთ რა ისტორიული კონტექსტიდან. ჩვენ პრინციპში რაღაცნაირად ხო, ნუ და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობა კი დაუკარგეთ, მაგრამ ნუ უსაფრთხოება შევიძინეთ და რაღაც შევიძინეთ იმის ფონზე, რომ ეს ისლამური სამყაროს გიგანტები დასუსტნენ, დაემორჩილნენ დასავლეთს, კოლონიზაციაში მოექცნენ დასავლეთ და კოლონიალურ დამოუკიდებლობაში მოექცნენ და კბილები წაემტვრიეს. ეხლა ძალიან კარგად ისმის ეს ისა ანტიკოლონიალისტური დამოუკიდებულება ირანის. მაგრამ არ არის ირანი ჩვენგან ძალიან შორს. და ირანის ეს აქტიური პოლიტიკა და ის რომ ის მაგრა ეჯიბრება შეერთებულ შტატებს, ხო? ეს ქმნის გარკვეულწილად გვახსენებს ისტორიულ ტრავმებს. შეიძლება საფრთხეს არა, მაგრამ ისტორიულ ტრავმებს გვახსენებს. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ისრაელს. მე მესმის რომ რაც ხდება ღაზაში, ეს არის სუფთა ჰუმანიტარული გადმოსახედიდან კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა. მაგრამ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით აი საქართველოს რა პოლიტიკას ატარებს. ერთი მხრივ ჩადის ირანში სასულიერო პირის დაკრძალვაზე და მეორე მხრივ ისრაელთანაც რაღაცნაირად ინარჩუნებს აი ამ მდგომარეობას. სტრატეგიულად რა ვიყოთ? საქართველოს რა უნდა აწყობდეს აი ამ მიმართულებით? აი რა არის ისეთი სურათი, სადაც საქართველოს გარკვეულწილად თავს დაცულად იგრძნობს და იგრძნობს რომ ჩვენთან კი არა ხდება, შორი პერსპექტივა არის, შორის ხდება. რეალურად ეხა მანდ არის ძალიან მარტივი კითხვა, პატარა ქვეყნები ჩნდებიან და ინარჩუნებენ არსებობას, როდესაც არსებობს ბალანსი, მინიმუმ რეგიონული ბალანსი, მაქსიმუმ საერთაშორისო სისტემაში ბალანსი. ჩვენ რო გვაქვს დამოუკიდებლობა, ეს არის იმის ბალანსი, რომ არის რაღაც თურქეთი ნატოს სახით და ნუ რუსეთი და ამ შემდეგ. იგივე რაღაცა სქემა შეიძლება გადავიტანოთ ახლო აღმოსავლეთზე. ჩვენ გვაწყობს რეგიონული ბალანსი, სადაც არ იქნება ერთი რაღაცა თავკომბალა ძალა, რომელიც აი ამ როგორც ვახსენე, ტოტალური სუვერენი იქნება. იმიტომ რომ ყოველთვის ახლა ძალა არის
მზარდიცნება. თუ ძალას აზრდი, ის მცირდება, ხო? დაახლოებით ხო, ეგეთი ბალანსები ჩვენთან ისტორიულად ოსმალეთსა და სეფიანებს შორის რა არ იყო ჩვენთვის სასარგებლო ეგეთი ბალანსი. ეხა მაინც მაშინ სხვა ეპოქა იყო, მაინც ეხა დღევანდელობასთან შედარება, ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაც პარალელები იყოს, მაგრამ ანუ ტოტალური გამარჯვება ერთის ან მეორეზე ან მეორის პირველზე შეიძლება საქართველოს ინტერესებში ხო არ შედიოდეს. ეხლა თვითონ ეხა ირანს რაც შეეხება, ირანს შეიძლება კონდეს დაახლოებით იგივე კონცეფცია, რაც მაგალითად რუსებს აქვთ, ეგრეთ წოდებული რუსკი მირი, ანუ სადაც რუსები ცხოვრობენ, ის უნდა იყოს რუსეთის კონტროლის ქვეშ. შეიძლება, ირანს აქვს ესეთი შიიზმის მიმართ, სადაც შიიტები არიან და ირანული ხალხი. შეიძლება ესეთი გაგება. იგივე მაგალითად ავღანეთი, ტაჯიკეთი და მოცხოვრის სახელმწიფოებში საქართველოს ისტორიული ირანის ტერიტორია. კი, ანუ ის რომ მაგალითად, ანუ მოხაზული ყავს აღმოსავლეთ საქართველოს. დღემდე, ან ჩვენ ისე გავიგებთ ეხა ხშირად ეხა მედიაში ან აქტიურად არის რომ ირანი ეხმარება რუსეთს, რუსეთი ეხმარება ირანს, რომ რაღაც აი პარტნიორები, სტრატეგიული მოკავშირეები, თუმცა ირანულ საზოგადოებაში არის საკმაოდ ესეთი აი ისტორიული მეხსიერებიდან ნაწარმოები კრიტიკა და ეჭვები ზოგადად რუსეთის მიმართ და ეს ყველაფერი არის ნაწარმოები, აი რაც შენ ახსენე, რომ სპარსეთის იმპერია რეალურად დაამთავრა რუსეთმა. კი, ბოლოს უკვე დასუსტებული ჩაიგდო ხელში ბრიტანეთმა და საკუთარ ასე ვთქვათ ნებას დაამორჩილდა, მაგრამ რა მინდა ასუსტა ისე რომ ბრიტანეთს ასე მარტივად ჩაიგდო ხო ხელში. დაასუსტა რუსეთმა, რომელმაც წაართვა მთლიანი ცენტრალური აზია და წაართვა კავკასია და აქედან გამომდინარეა რომ ეს გარკვეულწილად ესეთი ჩუმი რევანშისტული განწყობები შეიძლება არსებობდეს კიდევაც, ხო? იგივე მაგალითად ეხა არასწორი წარმოდგენებია აი აზერბაიჯანულ საკითხზე, რომ აი ხალხს გონია რომ აზერბაიჯანმა უნდა მიიერთოს ირანული აზერბაიჯანი. არა და პირიქით არის თლიანად ირანში თვლიან რომ ის აზერბაიჯანი რაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა ეს უნდა მიიერთოს ირანმა, იმიტომ რომ ეს მისი ისტორიული ნაწილი იყო და კულტურული ცენტრი ამ აზერბაიჯანის იყო თეირანი, ირანი. შაჰაბაზის სასახლეა ბოლო იცი ბაქოში და კი განჯაში არის მე მგონი კიდევ ის არის რა ქვია კულტურული ცენტრი იყო აზერბაიჯანის ტერიტორია პრინციპში სანამდე ისლამური გახდებოდა იქამდე ზოროასტრიზმის ერთ-ერთი ცენტრი იყო ხო? კი. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი იმამის ტაძარი არის მე მგონი განჯაში ჩვენ მეზობელ ქალაქშიც კი ხო. ახლა რა ვქნათ ესე იყო. ხო, ამიტომ მეც ახლა რო ვიყავ ირანში, კი ეს გურჯისტანის შესახებ იციან და ისიც იციან რომ ადრე იყო სპარსეთი და რაღაცა ლამაზი მხარე სპარსეთის კი. მაგრამ ეხა ეს შეიძლება რომ მაინც რაღაც ფოლკლორულ ჟანრში შეიძლება დავტოვოთ. ხო. კაი, შეჯამება მოვახდინოთ გარკვეულწილად აი ამ კონფლიქტის და მოდი ესე ვთქვათ, რას ელოდები საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება ეს გაგრძელდეს, ეს დასასრულისკენ რო არ მედის, ეს აშკარად ჩანს. და ესეთი ეპიზოდები, დაბომბები ვარ ხო დაბომბები ისევე მოხდება როგორც უკრაინა-რუსეთის შემთხვევაში მოხდა რომ რაღაცა სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ და ძალიან მალე უნდა დაესრულებინათ ხო ეს სპეცოპერაცია და უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდ ხანს გრძელდება ეს ომი ის იგივე გამეორდება ირანთან მიმართებაში თუ ეს იქნება ცოტა სხვა გამოსავალი როგორ გონია ანუ იგივე მახეში გაება შეერთებული შტატები რაშიც რუსეთი გაება თუ სხვა რეალობა დაახლოებით ესე მაგრამ აქ უნდა ვთქვათ ისიც რომ ესეც ვერ ვიტყვი ხა უკან დასახევი აქვს შეერთებულ შტატებს რეალურად შეერთებულ შტატების უკან დახევა არის ამ მომენტში უკვე სტრატეგიული მარცხი იმიტომ რომ ის კარგავს კონტროლს სპარსეთის ყურეზე ეს გამოიწვევს აპრიორი აი სპარსეთის ყურის მონარქიების მეტნაკლებად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას და ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე დაფიქრებას და რაც უარია კარგავს კონტროლს დოლარის სისტემაზე. შეიძლება სრულად არა, მაგრამ საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს თუ ეს ამ მომენტში უკან დაიხევს. აქ როგორ არის? ხო, აი, ირანს თავისთავად ახლა უკან დასახევი არ აქვს. მას ემუქრება დაახლოებით ლიბიიზაცია ან სირიიზაცია, ხო? არც ერთი არ არის კარგი სცენარი. ამიტომ მათ თვითონ საზოგადოებრივი განწყობები იმდენად რადიკალურია, რომ ახლა ნებისმიერი უკან დახევა არის, რა ვიცი, ყველაფრის ღალატი, ხო? აი, ნახეთ, ხო? პრეზიდენტ პეზეშკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი კინაღამ გალახა ხალხმა შუა დაკრძალვის ცერემონიალზე, იმიტომ რომ რაღაცა მოლაპარაკებების საკითხს აყენებენ დღის წესრიგში. ეხლა ცალკე ისრაელიც რო ავიღოთ, ისრაელს არ შეუძლია ამ სტატუს-კვოზე გაჩერება. ანუ
პროექტი დაწყებულია, ის რაღაცა ძალიან ხისტი ნაბიჯები გადადგმულია, ის იგივე ღაზის მიმართულებით, ლიბანის მიმართულებით, ხო, იგივე სირიის მიმართულებით, ხო, დამასკოს დაიბომბა. ეხა უბრალოდ რომ ისრაელმა თქვას, რომ კაი ჯანდაბას მე გავჩერდი და რაღაცა გაურკვეველ მომავალში გადავდებ, ხო, ამ დიდი ისრაელის პროექტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მეზობლები ისევე, ასე ვთქვათ, ძალებს მოიკრებენ, იქ ჰეზბოლა მოიკრებს ძალას, იქ სირიაში ეს ჯულანის მმართველობა შეიძლება ირანი ხელახლა მოიკრებს ძალას და ეს პროექტი საბოლოოდ უფრო ვერ განხორციელდება მომავალში ვიდრე ეხლა. ანუ ესეთი ისა ვართ, აი უკან დახევის რესურსი შეიძლება არსებობს, მაგრამ არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს ეხლა არც ერთ ხარისგან უკან დახევას. ამიტომ რაღაცა მე ასე მგონია, რომ ეს ომი იქნება ტალღური, აი როგორც ანუ პირველი და მეორე უბრალოდ დაჟე მესამე ტალღაც ვნახეთ, ხო? პირველი ტალღა იყო შარშან, მეორე ტალღა იყო ეხლა მარტი და მესამე ტალღაში ვართ ეხლა. აქ თავარი არის ვინ მოახერხებს აი მატერიალური რესურსების მობილიზებას და ახალი ტაქტიკების შემოთავაზებას საბრძოლო, ასე ვთქვათ, სცენაზე. ნუ ეხლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ რაღაცა მართლა ძალიან კრიტიკული მომენტი შეიქმნა, შეიძლება ის ჩართულობა ჩინეთის და რუსეთის კიდევ უფრო აქტიური გახდეს და აი ბოლო დღეების ინფორმაციაა, რომ აი გერანის დრონებს მიაწვდის რუსეთი ირანს. ანუ შაჰედი ხომ მიაწოდა ირანმა რუსეთს, ამათმა მოახდინეს მინი მოდიფიკაცია მისი უფრო რაღაცა ტექნოლოგიურად გამორთვა, რომელიც ეხლა არის პრაქტიკულად ჩამოუგდებელი დრონი გახადეს, მანევრირებს აერში და ეხლა ესეთებს აძლევენ ირანს, ხო, ესეც უკვე მაგალითია იმისა, რომ გარკვეულწილად ჩართულობა ამ ძალების იზრდება. ხო, ანუ რაღაც ესეთი ოპტიმისტური სცენარია. ეხლა დაახლოებით იგივე იყო უკრაინის კონფლიქტშიც ასე ვიყავი, რომ იქ არ დამთავრდებოდა არანაირი მოლაპარაკები და იმის მერე კი გავიდა 4 წელიწად. და ჯერჯერობით კიდე არ ვიცით როდის დამთავრდება. ბატონო, დიდი მადლობა. დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები გველისწინ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ინფორმირებულები უნდა ვიყოთ და რაც თავარია, გარკვეულწილად უნდა ვადევნოთ თვალი, იმიტომ რომ ეგ ჩვენგან შორს არ ხდება. არც უკრაინის კონფლიქტი არის ჩვენგან მაინც და მაინც შორს და არც ირანის კონფლიქტი არ არის მაინც და მაინც შორს. ამიტომ ერთი მხრივ ეს დიდი ქაოსია, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეული რაღაც შანსები, რომ საქართველოს აიღოს ეგ შუა დერეფნის პროექტი და ასე შემდეგ რაღაცა შანსები თითქოს გამოიკვეთა ამ კონფლიქტების ფონზე. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ როგორც საზოგადოება, რომ ვიყოთ ინფორმირებული და არ იყოს ეს თემები ჩვენთვის უცხო თემები. ჩვენ ვართ ამ რეგიონის ნაწილი, რასაც ქვია დიდი ახლო აღმოსავლეთი, კავკასია, ცენტრალური აზია და ბალკანეთი. აი ეს რეგიონი არის მთლიანად ერთი გეოპოლიტიკური სივრცე. ამიტომ ჩვენ გარკვეულწილად უნდა ვისაუბროთ ამაზე. მადლობა შოთა, მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. გააზიარეთ ვიდეო, დაალაიქეთ და დაგვეხმარეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. მადლობა, მოვალ შეხვედრამდე.